დღეს კიდევ ერთ პროექტზე ვისაუბროთ, რომელიც ჩვენს ქალაქში შენდება. ეს არის მრავალბინიანი კომპლექსი, რომელიც ქალაქის დასავლეთ ნაწილში შენდება. ჩვენი ქალაქი არის მდინარით გაყოფილი, Wisconsin River, აი როგორც მტკვარი თბილისში მოედინება, ასევე ჩვენს ქალაქში ორ ნაწილად ყოფს ქალაქს. დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად და ეს პროექტი ზუსტად დასავლეთ ნაწილში შენდება. ეს პროექტი არის განკუთვნილი ადამიანებისათვის, რომლებსაც შემოსავალი აქვთ შეზღუდული. ნებისმიერი ბინა ამ პროექტში არ შეიძლება ქირის ფასი ამ ბინებში იყოს $900-ზე მეტი. მე მგონი არის რაღაც ფედერალური სტანდარტები, შტატის სტანდარტებიც და აი ეს სტანდარტები ითვალისწინებს ქირის ოდენობას. 56 აპარტამენტი იქნება აქ და ეს პროექტი გახდა შესაძლებელი სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციების ძალისხმევით პლუს ქალაქის მიერ გამოყოფილი სახსრების ძალისხმევით. დამთავრდება 2026-ში. აი ესე გამოიყურება პროექტი, ეხლა მე კიდევ ლაივში გაჩვენებთ თუ რა ფაზაშია ეს პროექტი. თვითონ ეს პროექტიც უკვე ლაივში ცოცხალი ვარიანტი უკვე ამოსულია შენობა თითქმის ყველა სართული და გრძელდება მშენებლობა. 26 წლის დასაწყისში უნდა იყოს დამთავრებული. ეს კი შენობის წინა ხედია, აქ ადრე იყო ძალიან უღიმღამო შენობა, ორი შენობა იყო, მერე ეს შენობები იქნა დანგრეული, მიწის ნაკვეთი იყიდა ქალაქმა 190,000-ად და მერე $1 ეს მიწის ნაკვეთი გადასცა ამ სამშენებლო კომპანიას. საქველმოქმედო ორგანიზაციებმა კიდევ 200,000 დაამატეს ამ თანხას, ამ 190,000 გადასცეს ამ სამშენებლო კომპანიას, რომელმაც ეს გამოიყენა როგორც გრანტი, რათა ააშენოს ეს პროექტი. და ამ პროექტის დამთავრების შემდეგ ქალაქი მიიღებს მიახლოებით 2.26 მილიონ ბეგარებს, ესე იგი შემდეგი 10 თუ 20 წლის განმავლობაში. რამე თუ აქ ასე ხდება, ქალაქი რაღაცას რომ აკეთებს თქვენთვის, იმ განზრახვით აკეთებს, რომ როდესაც თქვენ რამეს ააშენებს და უკვე თქვენ დამარცხავთ თქვენ საქმიანობას და ბიზნესს, ეს ხო შემოიტანს უძრავი ქონების ბეგარებს და ეს უძრავი ქონების ბეგარები, რა თქმა უნდა, მიდის ისევ ქალაქის ხაზინაში. და აქ გაისმის ბუნებრივი კითხვა, რომელიც მე მებადება. როდესაც ქალაქი რაღაცას ყიდულობს. ქალაქი ხო ყიდულობს ამ ყველაფერს ჩვენს მიერ ბეგარებში გადახდილი ფულით. და მერე, როდესაც რაღაცას ქმნის, ეს ფული ხო შემოდის ქალაქს. ანუ გააკეთა ინვესტიცია და გაზარდა შემოსავლის რაოდენობა. კითხვა არის ასეთი, რატო არ უბრუნდება ამ ფულის ნაწილი მაინც ისევ იმ ადამიანებს, ვინც ეს ბეგარები გადაიხადა? არ გიფიქრიათ ამაზე? ქალაქის პასუხი ასეთია, რომ ეს ფული უბრუნდება მოსახლეობას ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სახით, გზების და სკოლების და უნივერსიტეტების მშენებლობის სახით და ასე შემდეგ და ბევრი სხვადასხვა საკეთილდღეო პროექტების განვითარებით. მაგრამ ეს ასეა? აი თბილისში ასეა? მაგრამ თბილისში უძრავი ქონების ბეგარაც ნაკლებია.